ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. ჩინელ კოლეგას აეროპორტში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დახვდა. დღეს დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურის ბაზას ათვალიერებს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც გააფორმებენ, რომელიც სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ხვალ კი იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რომლის შემდეგ ორი მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. საქართველოში ჩინეთის სოფლის მეურნეობის ვიზიტი დაიწყო. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, ნამდვილად ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, ძალიან დატვირთული პროგრამა. ასევე იგეგმება შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. გვაქვს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროგრამები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე კონკრეტულად ხელი ეწერება საქართველოს ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.